ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება და ბრიუსელში გამართული შეხვედრება იყო ის ძირითადი საკითხები, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის წვდომა გახსნა. პრემიერის განმარტებით ნატოს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მუშაობის გააქტიურება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია. მთავრობის წევრების განცხადებით ყოველწლიური სამოქმედო გეგმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა დღეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივაზე საუბრა, რაზეც მისი თქმით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში დაიწყება. ხალხგასმით აღინიშნა ბუხარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შეუქმნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი იძენს შეუქმნელად ხასიათს, ასევე მესამე ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები თავად გაწევრიანების მექანიზმებთან დაკავშირებით. გაწევრიანების მექანიზმებში ცენტრალურ როლს იძენს საქართველოს ნატოს კომისია და მის ფარგლებში შემუშავებული იქნება ყოველწლიური სამოქმედო გეგმები. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, საკმაოდ მწვავე დებატების შემდგომ საქართველოს მაინც მოახერხა გადაედგა წინ ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისკენ. ეს არ არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ელემენტი ამ მოქმედების გეგმისა, რომელიც გვაახლოვებს ნატოსთან, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ის არსებითი და მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ქვია რეფორმები, ყველა სფეროში იქნეს გატარებული სწორედ ნატოს სტანდარტების შესაბამისად. დამატებითი პოზიტიური ნაბიჯი, რაც წევრებმა მიიღეს, არის, რომ ამ პირობების შესრულებაში ეს დაწყვეტას გამოხატავენ, რომ თვითონვე მიიღონ მონაწილეობა და თვითონვე დაგვეხმარონ. რასაც გულისხმობს სწორედ ეს პროგრამა, რომელიც იქნა შემუშავებული, ანუ წლიური პროგრამები, სადაც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები და საქართველოს ნატოს საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება უკვე ამ პროგრამების კონკრეტული როგორც იმპლემენტაცია, ისე მათი საბოლოო შეფასება. შეფასების შედეგად უკვე წევრობა როგორც ასეთი აღარ იდგება კითხვით. ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის წევრების თქმით, რუსეთის პოზიციის მიუხედავად საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომდევნო ეტაპზე გადადის და აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაში რჩება. რაც ისაუბრეს ნატოს ხელმძღვანელობამ, გენერალურმა მდივანმა, უპირველეს ყოვლისა საქართველოში მიმდინარე რეფორმები საკმაოდ პოზიტიურად იყო ამ ბოლო პერიოდის შეფასებული. მეორეც ერთი ახალი ფორმატი იქნა შეთავაზებული გაცილებით უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა, ეს არის ყოველწლიური შეფასებები და მინდა გითხრათ, რომ თავად მაპიც ძირითადად ამ ეტაპებისგან შედგება. ეს არის სწორედ ყოველწლიურად რაღაც ამოცანები დასახული და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო აქტიურად ამოქმედება ნატო საქართველოს კომისია. მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბუხარესტის გადაწყვეტილებების გასაშლელი და საქართველოს მაპის გამოყენებით ამ მის გარეშე აუცილებლად გახდება ამერიკის წევრი. რადგან კონსენსუსს მიაღწიეს ნატოს ქვეყნებმა, ჩვენს პოზიციები განსხვავებული იყო. მეშვიდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველი იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება მკაფიო გეგმა და ამ გეგმის შესრულებისა და მიხედვით ჩვენ გვეცოდინება ზუსტად შეფასებადი იქნება ჩვენი პროგრესი და ყოველწლიურად შეკასება ის საქართველოს ნატოს კომისიის ფარგლებში. და მეორე, ასე ვთქვათ, მაპის პოლიტიზირება შესუსტდა, ანუ მაპი გახდა ის არის სამდროში, ანუ ინსტრუმენტი და არა საბოლოო მიზანი. მაპის ნაცვლად საქართველოსთვის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შეთავაზებას უარყოფითად აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ის ხელისუფლებას უნარობაში ადანაშაულებს. ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დასავლეთთან ნდობა დაკარგა, რაც მისი თქმით ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა. ბურჯანაძის განმარტებით მინისტერიალის გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის გაურკვეველი დროის გადადებას ნიშნავს. ქვეყნის ხელისუფლების უნარობის გამო და არადეკვატური ქმედებების გამო ჩვენ დავკარგეთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში პერსპექტივა, რომ დავახლოვებოდით ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს. დღეს საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა შტო, საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი ცდილობს დააკნინოს მაპის მნიშვნელობა. გააუფასუროს მაპის მიღება არ მიღების მნიშვნელობა. ის რომ დღეს ამ ხელისუფლებას დიახ, ამ ხელისუფლებას და არა საქართველოს მოსახლეობას ან საქართველოს როგორც სახელმწიფოს არ მისცეს მაპი, ეს არ აკნინებს მაპის მნიშვნელობას. სამწუხაროდ
ის მოსაზრებები, რომ მაპის გარეშე გამხდარი იყო შესაძლებელი საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღება არ იქნა მხარდაჭერილი და მაპი კვლავ არის ძალიან სერიოზული საფეხური, რომელიც ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს. ნატოში გაწევრიანების მიზნით საქართველოსთვის ალტერნატიული გზების შეთავაზებას ხელისუფლების არასტაბილურ პოლიტიკას უკავშირებს ექსპერტთა ნაწილი. ისინი თვლიან, რომ ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებით ნატო ქართველი საზოგადოების პარტნიორი ხდება, ხელისუფლებას კი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ავალდებულებს. რამდენადაც საქართველო არასტაბილური ქვეყანაა და არაპროგნოზირებად ვითარებაში იმყოფება, ამის გამო ნატოს უჭირს უშუალოდ იმ მომენტის განსაზღვრებას გახდება საქართველოს ნატოსთან. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა მას აძლევს საშუალებას, რომ ყოველი წლის პერიოდში განსაზღვროს რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და თქო უნდა არ მოხდეს იმაზე, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ნატოს წევრი გახდება. მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისაღები და მომგებიანიც იყოს ნატოს. და არ იქნება დამატებით რაღაც გარკვეული მაპების და სხვა დოკუმენტების მიღება და მოხდება. ჩვენ ნელ-ნელა ემსგავსებით თავს ორ სამყაროს, რომელსაც გამოიყურა საშემოდგენო, მაგრამ ძალიან არ უგრძელებიან, იმიტომ რომ არის დირექტორის შვილი და მუდმივად აძლევენ იმედებს, რომ შვილო აი წელს არაფერი არ გამოგივიდა, მაგრამ მომავალ წელს შეიძლება გადაფრიდონ მესამე კლასიდან მეოთხე კლასში. ანუ სიტუაცია არის ესეთი რა, ჩვენ ვიყურებენ როგორც საკმაოდ ცუდ მოსწავლეს, მაგრამ თან გვეფერებიან, იმიტომ რომ დირექტორი არ გაბრაზდეს. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ სამუშაო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით ალიანსის გენერალურმა დირექტორმა იავლეხოს ხეფერმა გამოაცხადა. ხეფერის განცხადებით ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. მათ შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით და შეიქმნება ნატო-საქართველოს კომისიების ოფისები. ნატოს მიერ შემოთავაზებულ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე ბრიუსელში დღეს გამართულ კომისიის ხდომაზე მიღებულ სპეციალურ კომუნიკეშიც არის საუბარი. კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. გარდა ამისა, ალიანსი იღებს ვალდებულებას საქართველოს კონკრეტული დახმარება აღმოუჩინოს, რომელსაც ოფიციალური თბილისი მოითხოვს და რომელიც ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება. ევროკავშირის საქართველოს და მასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყანას პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირებულ პარტნიორობას თავაზობს. ამერიკის მონაწილეობით მომზადებულ ამ ინიციატივაზე ევროკავშირი ნატოს სამიტზე საუბრობენ და ის ევროს მინისტერიალზეც განიხილება. ინიციატივა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზომ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე გაახმოვანა. ბაროზოს ბრიფინგი ტრანსლირება დღეს ევროკომისიის საქართველოს ოფისში გაიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აქტიური მსჯელობა აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობის პოლიტიკის გაწესების შესახებ დეკემბერში დაგეგმილ ევროსამიტზე დაიწყება და მასში საქართველოს გარდა უკრაინა, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, მოლდოვა იგულისხმებიან და შესაძლოა ბელორუსიც თუ ეს ქვეყანა მინიმალურ ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს. აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გაგრძელებაა და ის ევროკავშირთან მიმოსვლის გამარტივებას, საერთო ურთიერთობების ხელშეწყობას, დემოკრატიული მართლობის განვითარებას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტები თითოეულ ქვეყანაში ინდივიდუალურად 2010 წლიდან 2060 წლამდე განხორციელდება. ამისთვის ევროკავშირი დაფინანსების 600 მილიონამდე გაზრდას აპირებს. როგორ გათვალისწინებულ 250 მილიონ ევროს 350 მილიონი დაემატება. ეს თანხა კი იმ 125 მილიონი ევროსგან დამოუკიდებლად გამოეყოფა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს აგვისტოს მოვლენების გამო დაეხმარება. ევროკავშირის ეს მესიჯი ძალიან მკაფიოა, ჩვენ ვსურთ ამ სახელმწიფოებს დავეხმაროთ იმ სირთულეების გადალახვაში, რაც მას ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით აქვს. ევროკავშირი თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე განახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებებს და დაიწყება ინდივიდუალური პროგრამების განხორციელება. რატომ აკეთებთ ამას? ამ ინიციატივაზე, რა თქმა უნდა, აგვისტოს მოვლენებმა იქონიეს გავლენა. ჩვენ ვსურთ ევროპაში სტაბილურობა და დემოკრატია. ვიქნებით გულწრფელები და ვიტყვით, რომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შეთავაზება არ შეგვიძლია. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ მასთან ეს საკითხი ორჯერ განვიხილეთ. რუსეთი ევროპის ნაწილია და მასაც სურს ევროპაში სტაბილურობა. ჩვენთვის არ არსებობს ინტერესთა სფეროების კონცეფცია, ცივი ომი დასრულებულია. რუსეთთან ევროკავშირს ახლო ღრმა და რთული ურთიერთობა აქვს. ჩვენ არ ვსურთ დაუპირისპირდეთ რუსეთს.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებს აქვს სურვილი გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ეს შეთავაზება არ არის კომპენსაცია. ეს არის განვითარების საშუალება. ჩვენ მათ ვაძლევთ მაქსიმუმს, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ. ამ ქვეყნების განვითარება ჩვენს ინტერესებში შედის. ამ ინიციატივის განხორციელებაზე სულ 600 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი. ეს არის ინვესტიცია ევროპის მომავალში. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების მეთაურების სამიტზე იქნა მიღებული, თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, დაიწყება რიგი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პარტნიორობას, ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან. შეთავაზება მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის, ქვეყნებს შორის მიმოსვლის გაადვილებისა და შრომითი რესურსების მობილურობისთვის. ინიციატივის განხორციელება სავარაუდოდ 2009 წლის გაზაფხულზე გადაწყდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეიდან სამართლიანი საქართველოს იბრძოლებს. ახალ ოფისში ზურაბ ნოღაიდელმა ორ მთავრობა გამოსულა ძველ სახეებთან ერთად რამდენიმე ახალი სახე წარადგინა და ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ ოფიციალურ